ერთი და იგივენაირად ითარგმნება, მაგრამ განსხვავება არის ამას შორის. In the bank ნიშნავს ბანკში. To the bank ასევე ნიშნავს ბანკში. რომელი წინდებული რა დროს, სად და როგორ უნდა გამოვიყენოთ. ანუ ორივე ითარგმნება შიდა ბოლოებით. In და to. მაგრამ რა განსხვავებაა ამათ შორის? In ნაწილაკს და წინდებულს იხილებ მაშინ, როდესაც შიგნით ხარ, სივრცეში ხარ. ანუ მეუბნები მე ვარ. I am, როცა შიგნით ხარ უკვე. ხარ. ნახე მნიშვნელობა. ხარ. მე ვარ ბანკში. როცა ხარ შიგნით, იქ გინდა in. ანუ I am in the bank. სწორია, შიგნით ხარ. მაგრამ თუ მიდიხარ და მიმართულება გაქვს რაღაცა ობიექტისკენ, რამე ადგილმდებარეობისკენ, აი ეს კენ მნიშვნელობა არის to. მაგრამ ქართულში არ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ მე მივდივარ, ან მე მივემართები ბანკისკენ. ასე არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ მე მივდივარ ბანკში. ხო? და ვამბობ ასე, თუ მიმართულება გაქვს და მიმართულებას მეუბნები, იქ გჭირდება თუ ნაწილაკი ადგილის განსაზღვრელ მნიშვნელობასთან, ანუ ადგილის გარემოებასთან გჭირდება თუ ნაწილაკი. თუ შიგნით ხარ, მაშინ in ნაწილაკი ადგილის განსაზღვრელ მნიშვნელობასთან, ადგილის გარემოებასთან. ანუ თუ მიდიხარ ბანკში, მეუბნები ასე, მე მივდივარ, I go. და აქ მეორე მნიშვნელობა მოინიშნე, go-ს ყოველთვის მოსდევს თუ ნაწილაკი. იმიტომ რომ go სვლა სიარულს ნიშნავს და სვლა სიარული არ არსებობს მიმართულების გარეშე, არა? ყოველთვის რაღაც მიმართულებისკენ მივემართებით, მივდივართ. მე მივდივარ ბანკში. I go to the bank. მარტივია? მეტ ინგლისურისთვის აუცილებლად გამომყევი, რადგან ბევრ საინტერესო nuance განვიხილავთ აქ, რომელიც აუცილებლად გამოგადგება პრაქტიკულ სიტუაციებში. წარმატებები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გამომყევი.